დღეს ვართ სტუმრად კომპანია ორბიტასთან და მათი პარტნიორი კომპანია ფიკოსოტასთან ერთად ესეთ სასიამოვნო საჩუქრებს გვატანენ აი იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს უნდა ვესტუმროთ. ეს არის ბრუსკეტი მარეტი, ყავისფერი ფერის ბრინჯის ჩიპსი ლივიტი და უგემრიელესი ვაფლი მაიმოტო. აქ არის რაც დიდი პლუსია, რომ არის მაგალითად ჩიპსის შემთხვევაში გლუტეინ ფრია, არ იწვება ზეთში, არ ცხება, მზადდება ცეცხლზე და ბევრი დადებითი კარგი პლუსი აქვს იმ გაგებით, რომ სნექია მაინც, მაგრამ მავნებელი არ არის და შესაბამისად შევეცადეთ ისეთი პროდუქცია შეგვერჩია, რაც გაცილებით ყველასთან შედარებით ნაკლებად მავნებელი შეიძლება იყოს რა. ვაფშე არ არის პალმიზეთი, ესეც ცხება, სუფთა პურის ეგრეთ წოდებული სუხარიკებია და მოკლედ დღევანდელი დღე იქნება ძალიან მაგარი და ემოციებით სავსე. და ჩვენ ნახოთ შემდეგ. ეხლა მივდივართ გუდვილთან, ვიკრიბებით მთელი გუნდი, ასე რომ ვთქვათ, დანარჩენი კომპანიის წარმომადგენლებიც და ერთ ეშელონად წავალთ სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრში IC, სადაც გველოდებიან ძალიან საყვარელი ადამიანები და დღეს ჩვენ მათ მოვუწყობთ ერთ განსაკუთრებულ დღეს და როგორც დავარქვით ჩვენ პროექტს One Magic Day. ხო, სალი. ალო. ხო. მადლობა დიდი, წარმატება. აი მეც გუდვილთან ვარ, შემოსასრულთან ვარ, ერთი წამით ეხა რაღაცებს გადმოვიტანთ რა და ყველანი ვიკრიბებით. სუპერ სალამი, როგორ ახარ? კარგად ძალიან. მზად ხართ? სუპერ დღისთვის. მომისმინე ერთი თხოვნა მაქვს რა. წამოღებული გვაქვს პროდუქცია რა, ორბიტიდან რა და უბრალოდ მე რაღაცა მანქანა ფიზიკურად ვეღარ გამოვიყვანე, ხო რა და აქეთ ეს არის კომპანია ოკინის ეგეთ საყვარელი მანქანა. გაუმარჯოს. ასია მონოზლო. შენ გააქვს უკან ადგილი? ავის მაგარაში და შიდია საზოგადოებას. ყველა და ყველაფერი უზის უკან. სათხარ? წავიდა პროცესი. კონცერტზე ფოტოები ცხოვრ გინდა. ფოტოები? კი. მაგრამ რაღაცებს, რავი, ანანო გადაიღებს რაღაცებს. კამერა გვაქვს. ძალიან კაი. აქ ვართ ყველა ჯგუფი ქიმერა. სალამი ბიჭებს კიდევ ერთხელ, როგორ განწყობაზე ვართ დღეს? განსაკუთრებული დღე გველოდება. დრამერი ცოტა ვიგვიანებს, მაგრამ არ ვიშავს. Legend Sound-ის ბიჭებიც ადგილზე არიან, აყენებენ გახმოვანებას და განწყობა ამაღლებულია მაქსიმალურად. ამინდის როგორ ხელს გვიწყობს რა და ხო და აი რავი რა, პატარა მინი კონცერტის ის გაკეთდება ახლა რა და აი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით გარეთ. კი, უკეთესი. სერგომ გუშინეს უკვე განსჭრიტა ეს სერგოს აქ რა რაღაცა 8 წუთით ადრე ხედავს რაღაცეებს ეგრე და და ეგრევე დაალაგა რა და რასკლადა ეგრევე რა და ვიყავ ეგრე ვესაუბრებთ რაღაცაზე. ეგრევე აი ახლა აი ამ წამს მომივიდა. კი, ეგრევე ხედავს რაც მომწონს. მეც ეგრე გამიცნო 8 წუთით ადრე გავიცნო და არ ვიცოდი, არ ველოდებოდი და მე შეგიცნობოდა, ვა, საო, მე ბიჭო, ბევრი მიცნობს მეთქი, კი უთხარი ვაში არა. კაია, ხო, იმედი არავის არ უშლით ხეს, ჩვენი ხიხით ხახაცით და მოკლედ ერთი სული მაქვს, ახლა შევკლასოთ, საჩუქრებიც
გადავცეთ. მოდი. გამარჯობა. როგორ ახარ? გავახარ ბატონო გოგა. მოჯა, რო გადაკოცნი ხოლმე გადმოიხარე შენც. ბარო ბიჭი. თენგო, შეგვიძლია ჩავთოთ? ხა, ვიცი, გამარჯობა. აი მოგვიყევით რა პატარა ინფორმაცია ამ ცენტრის შესახებ, იმიტომ რომ შეიძლება დარწმუნებულობა ბევრმა არც იცის რა და რაც უფრო ბევრი გაიგებს, უკეთესი იქნება რა ამ მხარდაჭერისთვის და ასე შემდეგ თქვენი გეგმების შესახებ. მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით და ინტერესდით ჩვენით და ჩვენთან ერთად ხართ დღეს. აი ისი შეიქმნა ერთ-ერთი მშობლის მიერ, კერძოდ მამაჩემის მიერ. რა სიძახი რა ჩემი მაგარია. ძმა არის ერთ-ერთი ბენეფიციარი, აი ისი სულ პირველი, ისე მოხდა რომ იმ პერიოდში, როცა ჩემი ძმა ხდებოდა 18 წლის საქართველოში დღის ცენტრი, რომელიც 18 ზემოთ მიიღებდა ასეთ ბენეფიციარებს არ არსებობდა. და იმ პერიოდში ჰოლანდიაში იმოგზაურა მამაჩემმა, რომ ეკითხა, რომ აი ძირთადად ვეძებდით განკურნების საშუალებას. რომ რით გვეშველა და იქ გვითხრეს ჰოლანდიაში და გერმანიაში რომ ესეთი დღის ცენტრი, რომელსაც აქვს თავისი სოციალური საწარმოები, არის ასეთი ბენეფიციარებისთვის მომავალი შეიძლება ითქვას. და 2003 წელს შეიქმნა ისი, რომელიც პირველად გაიხსნა ჩვენივე სახლის ფართში შეიძლება ითქვას და უკვე 2014 წლიდან ეს ტერიტორია მოვიპოვეთ და აქ გადმოვედით. ეს შენობა უძველესი სარეაბილიტაციო ცენტრი იყო ადრე, რომელიც ფაქტიურად ნანგრევები დაგვხდა და აი ეს შენობა უკვე თურქულმა კომპანია თიკა მაგვიშენა, ვისიც ძალიან მადლიერები ვართ და დღეს ყავს 60-მდე ბენეფიციარი, აქედან 50-მდე სარეაბილიტაციო ცენტრის და დღის ცენტრის პროგრამა ემსახურება 60-მდე ბენეფიციარს. ჯამში 100-მდე ყავს, რომლებიც ესე ყოველდღიურად მოდიან ჩვენთან. გვაქვს სოციალური საწარმოები, რომლებიც წარმოდგენილია მარნის სახით, სათბურების სახით, გვაქვს სამკერვალო და ხო ესე კეთილმა ადამიანებმა შემოგწირეს ძირითადად აი ეს თვითონ გაგვიკეთეს თავიანთი სურვილით, ძირითადად სულ რა თქმა უნდა ნაცნობებმა და სანაცნობო წრიდან. რაღაცების გადაღება მინდა შიგნით რა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, სივრცეებს გადავიღოთ. და გათვალიერებინებთ. ეხლა თან კლასებში შედან და შეგვიძლია გადავიღოთ. ალამაზი გარემოა. წამყვარებისას გადავიღოთ. ყველა ბენეფიციარს აქვს სხვადასხვა სხვა უნარები. ზოგს შეუძლია ყვავილის დარგვა, ზოგი უფრო კერვაში და ვცდილობთ რომ ყველა მხრივ მათი უნარები განვავითაროთ.
ბიჭო, საერთოდ სხვანაირი ემოციების ქვეშ ვარ რა, ანუ ბიჭო ხო რა თქმა უნდა პირველად ვარ და ანუ სადღაც ვიდეოებში ნანახი გარემო იმდენად ვერ გადმოსცემს ეხლა რასაც რეალურად განვიცდი და ამხელა პასუხისგებლობას ვგრძნობ როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე რა ქართველი რომ ვალდებული ვარ ყველა ესეთ ადამიანს მინიმუმ ხარში დაუდგე რაღაცა აი თუნდაც ესეთი მეთოდით არ ვიცი რა ქვია ამ მეთოდს მოქმედება ქვია თუ ხარდაჭერა ხო აი ჩვენ თუ შეგვიძლია ერთი დღე შევქნათ აი წარმოიდგინე მილიონი ვართ რამდენი მილიონი ვართ და რა უნდა 365 დღის შექმნას არაფერი უბრალოდ ინიციატივა და ამ ინიციატივის განხორციელება ჩვენ ვარ ძალიან პატარა გუნდი რაღაცა 5-6 კაცი შევიკრიბეთ გადავწყვიტეთ გავაკეთეთ ან რამდენი 5-6 კაცი შეგვიძლია შეიკრიბოთ გადაწყვიტოთ და გააკეთოთ რა ძალა ერთობაშია მე ვერაფერს ვერ დავამატებ მართლა ეხლა ნახე ეხლა გამოვა ილუზიონისტი მერე კონცერტი ქიმერა მერე გოგამესი და მერე უკვე ბოლოსკენ დავარიგოთ საჩუქრები განწყობას მაღალია და იმისთვის რომ უფრო ავიმაღლოთ განწყობა საჭიროა რა პირველ რიგში არის აპლოდისმენტები რითითაც ვამხნევებთ ერთმანეთს და ვჩუქნით ერთმანეთს ენერგიას და სიყვარულს და პატივისცემას მას ასე სანამ გადავალთ უშუალოდ დღევანდელ დღეზე და ამ პროექტზე, რომელიც არის One Magic Day, ერთის ესეთი ჯადოსნური დღე, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა და ჩვენ ერთად ესე შევეცადეთ გვეჩუქებია თქვენთვის. მანამდე მე ვიცი არის იუბილარი, მშვენიერი ულამაზესი გოგონა, აი აქ დგას და გთხოვთ მიულოცოთ ყველამ ამ მაგარ გოგონას. დაბადების დღე გისურვებთ. დაბადებოთ ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში და ჩვენ შევსგვერდით ვართ, რაც თავარია რა. იცოდე რომ მეგობრები ბევრი ყავს და ჩვენ ახალი მეგობრები ვართ. ჩვენი ძმა იქ გადავაყენებთ ყველას, აუცილებლად პირობას გაცემთ. მოკლედ, სანამ გადავალთ კონცერტზე, ჩვენ გვაქვს ესეთი პატარა შოუ, ილუზიონისტის შოუ, ფოკუს-მოკუსი ხო ვიცით რაც არის, აი, ფოკუსებს რო ატარებს, გვიყვარს ფოკუსები? ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანია და ვთხოვთ რომ მობრძანდეთ ჩვენ მეგობარო და კიდევ ერთხელ გავამხნევოთ ეს ადამიანი, რადგან ის ძალიან მაგარ შოუს მოგვითხოვს ეხლა.
მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ჯგუფი ქიმერა. ძალიან ვიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვართ. გამარჯობა. როგორ განწყობაზე ვართ? ძალიან ხარია თქვენი ხუბალი აპლოდისმენტებით, თუ შეიძლება დავიწყოთ. ერთად ვიყო რომ გავატარო ძალიან მაგარი დრო. დავიწყოთ.